ისზე უფრო მეც ამბობს ეს ჯარიმა და გაწყვეტილება ქართულ მხარესა და საქართველოს ხელისუფლებაზე თუ მეორე მხრივ აი ეს ელინა ვალტენონსა თუ ეუთოზე აი ვის ვაყენებთ ამ შეურაცხყოფას ევროპელ პოლიტიკოს და ევროპულ ორგანიზაციას თუ ჩვენს ქვეყანას და საკუთარ თავს 90-იანი წლების დასაწყისში როცა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ფეხს იდგამდა შეიძლება ითქვას, მაშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ვმუშაობდი და როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი მასპინძლობდი ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობას. აღარაფერს ვამბობ, რომ თავიდანვე ეუთოს ჰქონდა ყველაზე უფრო მჭიდრო, მხარდამჭერი კავშირები საქართველოსთან. ამ გაიძვერა რეჟიმმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. ამათ მოახერხეს, რომ ყველაზე დიდი მეგობრები ტრებად იქციეს. არ აქციეს, იმიტომ რომ იქ დასავლეთში შესანიშნავად ხვდებიან, რომ ეს მცირე ჯგუფი კრიმინალური რუსული დაჯგუფებისა არ გამოხატავს საქართველოს ხალხის უმრავლესობის ნებას, უფრო მეც გეტყვით, ის არც აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს თავისუფალი, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების პირობებში გასაგებია, რომ ივანიშვილ კობახიძის დაჯგუფება მიიღებს რამდენ ხმას გინდათ გითხრათ 5%-ს ვერ გადალახავს. შევეკამათოს ახლა ნებისმიერი არათუ ოცნების, ამაზე საუბარი არ არის, თუნდაც მეორე მხარის ექსპერტი და მე დავუმტკიცებ, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების პირობებში ეს ძალა დღეის მდგომარეობით 5%-იანს ვეღარ გადალახავს, იმიტომ რომ ესენი შემჩნეული კი არ არიან საქართველოს ღალატში, უღალატეს საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს, რომ შედგეს წარმატებული ქართული სახელმწიფო. ვის ინტერესია ეს? მხოლოდ კრემლის. არ მოიძებნება დედამიწაზე არც ერთი სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აი ჩრდილო კორეა რომ არის, არც ის, ვინც შეიძლება ამაში იყოს ამ დოზით დაინტერესებული. კითხვაზე რას ვერჩით და რას ვეუბნებით ასეთი ქმედებით ბინძური ანტიჰუმანური ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით ჩვენს უმთავრეს მხარდამჭერებს და პარტნიორებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე რთულ პერიოდში ერთი წამითაც არ გაგვიშვეს ხელი, ერთი წამითაც არ მიგვატოვეს. აი რას უშვებით და რას ვეუბნებით? ერთადერთ რამეს ეუბნება ივანიშვილ კობახიძის რეჟიმი, რომ ისინი სრულად ეხსნებიან დასავლეთს. უფრო მეტიც შეიძლება ჩაეხსნა და შენთვის იყო. არა უბრალოდ ეხსნებიან, არამედ მტრებად რჩებიან დასავლეთისთვის. რას ნიშნავს ეს? ერთადერთ რამეს, რომ აქ როგორც ჩანს დღეს პირველი სივრცეა თქვენი ეთერი, სადაც ამ ამბავს ჩემს აზრს ახლა ასე ვიტყოდი, როგორც ჩანს, ჩვენ მალე შეიძლება გავხდეთ იმის მოწმე, რომ განსაკუთრებული ღია აშკარა ინტერესი გამოიკვეთება რუსეთისა საქართველოში, რომელიც არაუბრალოდ რუსული ინტერესი იქნება ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში და არა ივანიშვილ კობახიძის ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ინტერესი პირდაპირ მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ. რა შეიძლება ეს იყოს? შეგვიძლია ვივარაუდოთ სამხედრო თუ სხვა თვალსაზრისით. ესენი ამზადებენ პლაცდარმს რუსეთის შემოსვლისთვის, მე ასე ვიტყოდი, ტანკის გარეშე. ეს ფაქტობრივად კრემლმა უკვე მოახერხა, მაგრამ რაღაც კიდევ არის განზრახული. სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, რომ ოცნების მხარდამჭერებიც კი გულის სიღრმეში ხვდებიან, რა სახის ღალატთან გვაქვს საქმე. ყელში ამოუვიდა ივანიშვილ კობახიძის რეჟიმი ყველას, აბსოლუტურად უკლებლივ ყველას, მისი მომხრეების შვილებს, ოჯახებს, ყველას ყელში ამოუვიდა, იმიტომ რომ ასეთი არასტაბილური, ასეთი მაჩანჩალა, ასეთი არ შემდგარი, ასეთი ბოლო ადგილზე მყოფი და ანტიეროვნულ, ანტიდასავლური არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფო. ხასუსვამ არასდროს თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ გემახსოვრებათ ასაკის გამო საბჭოთა კავშირი დასრულებული არ იყო, ეს სხვა ტიპის ვიზიტია, ტეჩერია ჩამოსული აქ საქართველოში. აი მაშინაც კი და უფრო მეც გეტყვით, ეუთოზე რომ საუბრობთ 1975-ში, როცა ჰელსინკის
ქარტია გაფორმდა, ერთი წელი გასული არ იყო, რომ საქართველოში ზვიად გამსახურდიას და სხვათა თაოსნობით შეიქმნა ჰელსინკის კავშირი. გესმით რაზეა საუბარი? ანუ მაშინ SSRK, აი ეს ავადსახსენებელი მოცემულობა მაინც უშვებდა რაღაცას. მე მართალია თავად ებრძოდა, მაგრამ ეს მოხდა და დღეს ჰელსინკის კავშირის იდეურ მომხრეებ ორგანიზაციებს ეს ნაძირალა რუსული მთავრობა ასამარებს. გესმით რა ხდება? 50 წლის თავზე ასამარებს ეს ნაძირალა მთავრობა უმთავრეს იდეას თავისუფლებისა. ესეც მინდა აუხსნათ საზოგადოებას რა შეიძლება იყოს. სხვათა შორის ანალიტიკოსები ბოლო პერიოდში ბევრ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების ესე ვთქვათ მთავარი მიზანი და ამბობენ რომ შეიძლება ეს მიზანი იყოს გაცილებით უარესი ვიდრე უბრალოდ საქართველოს დასავლური ორბიტიდან გადაყოლა და არის ვარაუდი რომ ქართული ოცნება შესაძლოა ემზადებოდეს საქართველოსთვის ნეიტრალური და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის რაღაცა განსხვავებული სტატუსის მინიჭებისთვის. ხო, აი რას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რასაც საუბრობთ. თუ ეს ყველაფერი არ დასრულდა და გაჩერდა, აი ფინალი იქნება რა, უფრო მეტი რომ გვითხრათ თქვენი ვარაუდების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც დღეს კრემლს და პუტინს ფაქტობრივად აღარ რჩება მყარი არც ერთი მოკავშირე. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე უფრო ოდიოზური ფიგურები რომ ავიღოთ და ყველაზე უფრო მოწყვლადი სახელმწიფოები ამ მხრივ, აი ვთქვათ ორი, ბელარუსი და ჩრდილოეთ კორეა. აი უფრო ისეთ მაგალითს ალბათ ვერც ვერავინ მოიყვანს. ბელარუსში მზადდება ნიადაგი შეერთებული შტატების საელჩოს ფუნქციონირებისთვის. იქაურ პრეზიდენტს აქვს პირდაპირ ღია და არამხოლოდ ღია კავშირები დასავლეთთან და ის მზად არის სინამდვილეში იმისთვის, რომ საჭირო მომენტში პუტინს პირველმა აქციოს ზურგი, რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, აი სრულად გაუგონარი მასშტაბის ადამიანის უფლებების დარღვევა რომ არის იმ ქვეყანაზე ვსაუბრობ, იქაც კი საგარეო პოლიტიკა არის დივერსიფიცირებული. წარმოიდგინეთ, იქაც კი არსებობს ჩინეთი და მართალი კავშირები შეერთებულ შტატებთან, მით უფრო რომ ახლა ტრამპია პრეზიდენტი. ხომ გვახსოვს წინავადის დროს რა კავშირები იყო? ერთადერთი ღმერთო ჩემო, ერთადერთი ქვეყანა არის მთელს პოსტ-დიდ სოციალისტურ სივრცეში საქართველო, რომლის დღევანდელმა ჯალათმა, გამყიდველმა, მოღალატემ არც ერთი სიტყვის არ მერიდება. კიდევ გავემეორებ, აი ამათ გაბედეს, გავაბედინეთ, მოდით დავაზუსტოთ. გავაბედინეთ, რომ საქართველოს უტანკოთ აბარებენ რუსეთს და მელაპარაკებიან ეს ნაზირლები შვიდობაზე. რა მშვიდობაა, როდესაც მათი გადაშენების შემდეგ პოლიტიკურად ნაღმებს ტოვებენ საქართველოში. ვინმეს თუ გონია, რომ მაგალითად ეს ჩემი პირადი აზრია, იმ შეურაცხყოფის შემდეგ, იმ გაუგონარი ძირგამომთხრელი საქმიანობის შემდეგ მეზობლებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან დასავლეთში, ევროპაში თუ შეერთებულ